აშშ-ის ყველაზე ფარულ ოპერაციებთან დაკავშირებული აჩრდილის გემი ირანის გეოპოლიტიკურ არენაზე გამოჩნდა. ამ შაბათს 2026 წლის 9 მაისს MV Ocean Trader-ის გამოჩენამ დიეგო გარსიას მახლობლად სერიოზული განგაში გამოიწვია, რადგან ასეთი ტიპის ხომალდები შემთხვევით არ ჩნდებიან. კარიბის ზღვის რეგიონში Ocean Trader-ი შეინიშნებოდა მაშინ, როცა ამერიკამ მადუროს წინააღმდეგ მოქმედებები გაამკაცრა და რეგიონში იშვიათი სამხედრო კონცენტრაცია შეიქმნა. Task and Purpose-თან საუბარში სპეციალისტებმა განმარტეს, რომ ეს ხომალდი გამოიყენება როგორც საცხოვრებელი, სარდლობის ცენტრი და ბაზა სპეციალური დანიშნულების ძალებისთვის. თანაც ბევრად ნაკლებად შესამჩნევია, ვიდრე ესკადრონული ნაღმოსნები და ამფიბიური ხომალდები. ღია წყაროების სადაზორო ანალიტიკოსების მიერ მოყვანილი სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ ხომალდი განთავსებულია ატოლის შიგნით, სხვა ამერიკულ სამხედრო გემებთან ერთად ინდოეთის ოკეანეში მდებარე სტრატეგიულ ბაზაზე. ეხლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ჯერ გირჩევ, რომ არხზე გამოიწერო, რათა არაფერი გამოგჩეს. ასე შეძლებ მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის ეტალონი, მილსონ ალვესი. 2025 წლის სექტემბერში შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ტრანსპორტის სარდლობამ Task and Purpose დაუდასტურა, რომ გემი კარიბის ზღვის რეგიონში ოპერირებდა, თუმცა სპეციალური ოპერაციების სარდლობამ მისიის დეტალები არ გაამჟღავნა. ეს სწორედ ამ ხომალდის ნიშანია. ის იშვიათად ჩნდება, კიდევ უფრო იშვიათად ლაპარაკობს და როგორც წესი მაშინ გამოჩნდება ხოლმე, როცა ვაშინგტონს სურს, რომ მკაცრი ვარიანტი მაგიდაზე დარჩეს, ყოველ ნაბიჯს მტრისთვის არ ამცნობს. რა აკეთებდა ეს გემი ირანის ახლოს, ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ კონტექსტი მიუთითებს მომზადებაზე, ზეწოლაზე და სწრაფი რეაგირების უნარზე. Ocean Trader-ი დაინახეს დიეგო გარსიაზე, ბაზაზე, რომელსაც შეერთებული შტატები იყენებს ძალის დემონსტრირებისთვის ინდოეთის ოკეანეში, ახლო აღმოსავლეთში და სტრატეგიულად მნიშვნელოვან მარშრუტებზე. ამ ადგილს აქვს პორტი, ასაფრენი ბილიკი და განსაკუთრებული მდებარეობა, რაც საშუალებას აძლევს სხვადასხვა მიმართულებით ოპერაციების მხარდაჭერას. ეს არ არის ირანის სანაპირო, მაგრამ საკმარისად ახლოსაა, რომ სპეციალური საშუალებები მზადყოფნაში იყოს დაცვით და უსაფრთხო დისტანციაზე. შეტყობინება ნათელია. ტრამპი არ არის დამოკიდებული მხოლოდ ავიამზიდებზე, ესკადრონულ ნაღმოსნებზე და გამანადგურებელ თვითმფრინავებზე. მან ასევე ოპერაციების არეალში ჩუმის საშუალებაც განათავსა, რომელიც შექმნილია რთული მისიებისთვის. ბირთვულ მისიასთან კავშირი ჩნდება იმიტომ, რომ დაპირისპირება უკვე გასცდა საზღვაო ბლოკადას და მიაღწია ირანის პროგრამის გულს. შეერთებული შტატების მიერ განხილული წინადადება მოითხოვს, რომ ირანმა არ განავითაროს ბირთვული იარაღი და მინიმუმ 12 წლის განმავლობაში შეაჩეროს ურანის გამდიდრება. ამავე დროს ცნობები მიუთითებს, რომ ვაშინგტონი და ისრაელი კვლავ უმაღლეს პრიორიტეტად მიიჩნევენ ირანიდან გამდიდრებული ურანის გატანას. პრობლემა ის არის, რომ თეირანი ჯერ კიდევ ინახავს 400 კილოგრამზე მეტ ურანს, რომელიც თითქმის სამხედრო გამოყენების დონეზეა გამდიდრებული და ამ მასალის ნაწილი რჩება სენსიტიურ ობიექტებში, ბირთვულ ობიექტებზე წინა დაბომბვების შემდეგ. და აქ საქმე სერიოზულდება. თუ ირანი უარს იტყვის მასალის გადაცემაზე, თუ შეეცდება მარაგის ნაწილის დამალვას, ან გამოიყენებს ურანს შანტაჟის იარაღად, Ocean Trader-ი ჩნდება როგორც ინსტრუმენტი, რომელიც ტრამპს არჩევანს აძლევს. ეს ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები ამზადებს გზას, რომელიც ჩვეულებრივ დიპლომატიას ცდება. გემი შეიძლება გამოიყენონ პილოტების გადარჩენის, მეთვალყურეობის, ზუსტი რეიდების, სპეციალური ჯგუფების დაცვის ან სენსიტიური მასალების დაბრუნების ოპერაციებისთვის. კრიზისი უფრო მწვავე გახდა, რატომ? სანამ გემი დიეგო გარსიაში ჩნდებოდა, კონფლიქტები ყურეში გრძელდებოდა. როიტერის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ცეცხლი გაცვალეს ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანული რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული თავდასხმების შესახებ განაცხადეს. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებულ გემებს, რომლებიც ცდილობდნენ ირანის პორტში შესვლას, დაარტყა. გემი გამოჩნდა როგორც სამხედრო მოძრაობის ნიშანი, არა როგორც თავდასხმის ობიექტი და არც როგორც ოფიციალურად გამოცხადებული სამხედრო ოპერაციის მონაწილე. ყურეში პარალელური შეტაკებების დროს, თუმცა ირანის ოფიციალურმა პირებმა, რომლებსაც სააგენტო როიტერსი ციტირებს, განაცხადეს, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა და 6 დაკარგულად ითვლება მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ძალებმა ირანულ სავაჭრო გემს შეუტიეს. ვაშინგტონმა კი ეს ქმედება წარმოადგინა როგორც ირანულ ძალისხმევასთან დაკავშირებულ გემებზე ზეწოლის ნაწილი. ბოლო დროის მოვლენები ამ გამოჩენას კიდევ უფრო სერიოზულს ხდის. ჟურნალმა Maritime Executive-მა ასევე აღნიშნა, რომ ის მუშაობს სამოქალაქო სიგნალის გადაცემის გარეშე, თეთრი ფერითა და სატვირთო გემის იერით, რათა ზუსტად შეერწყა საზღვაო მოძრაობას.
ეს თვისება ესთეტიკური დეტალი არ არის. ეს ხომ გემის სამხედრო ღირებულების ნაწილია. მივიდეს უხმაუროდ, დარჩეს საკმარისად ახლოს მოქმედებისთვის და არ გაამჟღავნოს მოწინააღმდეგისთვის სრული გეგმა. Ocean Trader თავდაპირველად კომერციული გემი იყო. შემდეგ კი სპეციალური მხარდაჭერის პლატფორმად გადააკეთეს და მას დაეკისრა ფუნქცია, რომელიც აერთიანებს ლოგისტიკას, საიდუმლოებასა და სამხედრო ყოფნას. ღია წყაროების მიხედვით გემს შეუძლია მიიღოს დაახლოებით 50 სამოქალაქო ეკიპაჟის წევრი და დამატებით 159 სპეციალური ოპერაციების სამხედრო ჯამში კი ბორტზე შეიძლება იყოს 209 ადამიანი. ასევე არსებობს ცნობები, რომ გემს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ვერტმფრენები, დრონები, მცირე ნავები, აქვს სახელოსნოები, სამედიცინო ზონა და ცული კავშირგაბმულობა. ეს ხსნის თუ რატომ იწვევს ირანის მახლობლად გამოჩენა ასეთ დიდ რეაქციას. ეს არ არის ჩვეულებრივი საპატრულო გემი, არამედ მცურავი სტრუქტურაა, რომელიც მომზადებულია იმ მისიებისთვის, სადაც ვაშინგტონს სწრაფად მოქმედება და ნაკლები საუბარი სჭირდება. დიეგო გარსიას ფაქტორი ასრულებს სურათს. ეს ბაზა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიციაა. ის საშუალებას აძლევს მიაღწიოს ახლო აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ აფრიკის, სამხრეთ აზიის მარშრუტებს და მალაკის სრუტესთან ახლოს მდებარე ტერიტორიებს. Chatham House-მა აღნიშნა, რომ დიეგო გარსია უკვე გამოყენებულა ოპერაციების მხარდასაჭერად, რომლებიც დაკავშირებული იყო ერაყთან, ირანთან და აფრიკის რქასთან. გარდა ამისა, ის სტრატეგიული ბომბ დამშენებისთვის საკრდენ პუნქტადაც გამოიყენებოდა. როდესაც სპეციალური ოპერაციების გემი ჩნდება ამ ატოლზე, ირანის კრიზისის დროს გზავნილი უკვე ნათელია. სიტყვით გამოსვლისას თეთრი სახლი აძლიერებს სამხედრო ბერკეტებს, სანამ თეირანის საბოლოო პასუხს მიიღებს. ისტორია გვიჩვენებს, რომ ასეთი ფარული ზეწოლა ხშირად წინ უსწრებს გადამწყვეტ ნაბიჯებს, ჯებს. 2011 წელს ოსამა ბინ ლადენზე ოპერაციამდე შეერთებულმა შტატებმა გააერთიანა დაზვერვა, საიდუმლოება, ვერტმფრენები და სპეციალური ძალები, რათა მგრძნობიარე სამიზნეზე მიეტანათ იერიში. ამის შესახებ წინასწარ საჯარო განცხადება არ გაკეთებულა. ტერორისტულ ქსელებზე იემენსა და სომალიში მოქმედებებამდე ვაშინგტონმაც გამოიყენა მოწინავე ბაზები, მეთვალყურეობა და დაბალი ხილვადობის საშუალებები, რათა შეემცირებინა დრო პოლიტიკურ გადაწყვეტილებასა და სამხედრო განხორციელებას შორის. Ocean Trader-ი ამ ტრადიციას აგრძელებს. ის არსებობს იმ შემთხვევებისთვის, როცა პრეზიდენტს სურს ზუსტი ოპერაციის ვარიანტი მზად ჰქონდეს. იქნება ეს ლიდერის დაკავება, პერსონალის გადარჩენა, სენსიტიური მასალის შეგროვება თუ ოპერაციისთვის გზის გაკაფვა, რომელიც ხანგრძლივ და თვალსაჩინო გადაადგილებაზე ვერ იქნება დამოკიდებული, სხვა ქვეყნების მაგალითებიც ამ ლოგიკას ამყარებს. ისრაელმა, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ბირთვულ საფრთხეებს აფასებდა, არ დაელოდა, რომ მოწინააღმდეგეს სტრატეგიული შესაძლებლობა სრულად ჰქონოდა. მან 1991 წელს ოსირაკის ერაყული რეაქტორი დაარტყა, შემდეგ კი 2007 წელს სირიის ობიექტი, ყოველთვის იმ მიზნით, რომ პტერს ბირთვული პროგრამა პოლიტიკურ ფარად არ ექცია. შორეულ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენისა და დაცვის ოპერაციებში მან აჩვენა, რომ ლოგისტიკა, საზღვაო ძალები და სპეციალური დანაყოფები შეიძლება გადამწყვეტი იყოს კრიზისების დროს, რომლებიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ ხდება. საფრანგეთიც ინარჩუნებს ძალების განთავსების შეთავსების შესაძლებლობებს გარე ბაზებზე, რათა სწრაფად იმოქმედოს აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, როდესაც მისი ინტერესები საფრთხეშია. სხვაობა ახლა ისაა, რომ დონალდ ტრამპმა ამერიკული ზეწოლა მოახდინა რეჟიმზე, რომელიც კვლავ ცდილობს გამდიდრებული ურანი, საზღვაო მარშრუტები და რეგიონული მუქარები გამოიყენოს უფრო მკაცრი პასუხისგან დამცავ ფარად. შემდეგი ნაბიჯი ირანის პასუხზეა დამოკიდებული. დაეთანხმებიან თუ არა რეალურ შეთანხმებას გამდიდრების გადამოწმებადი შეჩერებით და ურანის მარაგის პრობლემის გადაწყვეტით. Ocean Trader შეუძლია დარჩეს ზეწოლის ბერკეტად ახალი ფაზის დაწყების გარეშე. თუ რეჟიმი შეეცდება დროის მოგებას, მასალის დამალვას ან რევოლუციური გვარდიის შენარჩუნებას, ამერიკულ გემებსა და ბაზებზე პროვოკაციით ამ გემის ყოფნა დიეგო გარსიას მახლობლად ბევრად უფრო სერიოზულ სიგნალად იქცევა. ტრამპი, არა, ტრამპს ახლა დიპლომატია უდევს მაგიდაზე. გაფართოებული სანქციები, გემები ყურეში, გამანადგურებლები ოპერაციაში და სპეცდანიშნულების ძალების ფარული პლატფორმა განლაგებულია ოპერაციების თეატრში. ეს აჩვენებს, რომ ვაშინგტონი მზად არის ირანულ ურანს მხოლოდ შეხვედრის თემად კი არა, არამედ სტრატეგიულ სამიზნედ განიხილოს, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება ნებისმიერ დროს შეიძლება მიიღონ. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო ჭეშმარიტი ინფორმაცია, სიახლეების მულები. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში. შეხვედრამდე.